გორის ცენტრალურ მოედანზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები უცვლელი მოთხოვნებით უკვე მესამე დღეა იკრიბებიან. ისინი ხელახალ არჩევნებს და საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. მიუხედავად იმის, რომ ადამიანთა რაოდენობა, პიროვნებათა რაოდენობა არც თუ ისე დიდი ყველა შეამჩნევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხში არ არის, თქვათ, პროტესტი, არ არის ნებათა ხელვა, თანაც სამართლიანი, რადგანაც უმიზეზოდ ყოველგვარი სამართლებრივი განაჩენის გამოტანის გარეშე ხალხი მიყავთ ციხეში, თან ახალგაზრდები, რომლებიც უნდათ რომ სულიერად გატეხონ მორალურად. იმიტომ რომ ახალგაზრდა ხო იცით როგორ ფიქრობს რომ ეს ქვეყანა სამართლიანია და სამართლიან ქვეყანაში დაიბადნენ, მაგრამ მინდა ერთი ვთქვა რომ ეს ახალგაზრდები სულით და ნებისყოფით ძლიერები არიან, მაგათ ვერაფერი გატეხავს, ისინი იდგებენ და ჩვენც ვიდგებით მანამ სანამ არჩევნები არ ჩატარდება სამართლიანი, სანამ ამ ქვეყანაში ხელისუფლება არ შეიცვლება, დანაშაულებრივი ხელისუფლება და საბოლოოდ დამკვიდრდება ისეთი ცხოვრება, რომ მთავრობა იქნება ხალხისთვის და არა ხალხი მთავრობისთვის.